აქვს თუ არა იუსტიციის მინისტრს უმაღლესი იურიდიული განათლება და დარჩება თუ არა ამ პრობლემის გამო ის თანამდებობაზე დღეს სოციალური ქსელებით უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ თეა წულუკიანს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით აქვს დამთავრებული და ამიტომ არ შეიძლება ის იუსტიციის მინისტრი იყოს. ამ თემაზე თავად წულუკიანმა დღეს ინტერვიუზე უარი თქვა. ხაჩიძის ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხის გამოთხოვას და პრობლემის გარკვევას გეგმავენ კონსტიტუციონალისტები კი ამბობენ, რომ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს აუცილებელია იურიდიული განათლება ჰქონდეს. გაქვთ თუ არა უმაღლესი იურიდიული განათლება? სანდრო, როგორ ახარ? ასეთი რეაქცია ჰქონდა თეა წულუკიანს კითხვაზე, რომელიც მის უმაღლეს განათლებას შეეხებოდა. იუსტიციის მინისტრი, რომელიც ოფიციალურ ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, კომენტარს არ აკეთებს. თეა წულუკიანის უმაღლესი განათლების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მინისტრის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა. მეგობრებო, კითხვა, რომელსაც მეორე დღე აქტიურად ვაჟღერებ, არის სრულიად მარტივი და ლეგიტიმური, თუმცა პასუხზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დამოკიდებული. კერძოდ, რამდენად კანონიერად უკავია ქალბატონ თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის პოსტი. ეს კითხვა ჰაერიდან არ გამიჩნდა. ორი დღეა კონსულტაციებს გავდივარ იურისტებთან და ექსპერტებთან. გულდასმით შევისწავლე ქალბატონი თეა წულუკიანის ოფიციალურად გამოქვეყნებული ბიოგრაფია და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პასუხი არ იკითხება. როგორც მატყობინებენ იუსტიციის სამინისტრომ, თავი შეიკავა ამ კითხვაზე პასუხისგან, რაც თავისთავად აძლიერებს ეჭვებს. არადა ყველაფერი მარტივადაა, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, კითხვები აღარ არსებობს, ხოლო თუ არ აქვს, მაშინ კანონი ირღვევა. იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც თეა წულუკიანის ბიოგრაფიაა გამოქვეყნებული, წერია, რომ მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ასევე გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების რამდენიმე კურსი, თუმცა უმაღლესი იურიდიული განათლება არ დასტურდება. 1992 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და წარმატებით დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი 1997 წელს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ორი პროფესიის სპეციალისტებს ამზადებს. როგორც ჩვენთან საუბარში სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი განმარტავს, უნივერსიტეტის არქივში დაცულ დიპლომში წერია, რომ თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა მას საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია, სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობები. კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ პროკურატურის შესახებ კანონის 31 მუხლში განსაზღვრულია პირი, რომელიც ინიშნება პროკურორად, მას უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი კი მთავარი პროკურორის პოსტსაც იკავებს. ამ შემთხვევაში ალბათ პირველ რიგში უნდა მოხდეს იმის განსაზღვრა დიპლომი თვითონ არის კონკრეტულად სამართლის მიმართულებით და მას გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება თუ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მთავარი იუსტიციის მინისტრი, როგორც ითვლება, რომ არის პროკურორი, მას შეუძლია განახორციელოს სისხლის სამართლის დევნა, აქედან გამომდინარე, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ისინი გამოითხოვენ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შესაბამის დოკუმენტაციას და საკითხს შეისწავლიან. ჩვენ დავინტერესდებით იმ კუთხით, რომ რა თქმა უნდა გამოვითხოვთ ინფორმაციას ასეთი აუცილებელი შემთხვევაში, თუ მათ პროაქტიულად არ გამოაქვეყნეს ასეთი ინფორმაცია, ან ოფიციალურად არ დაადასტურეს, ჩვენ დავინტერესდებით გამოვითხოვთ ინფორმაციას, რომელიც მოგცემს საშუალებას დავადასტუროთ ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივ აი ამ ნორმასთან შესაბამისობა. არასამთავრობო სექტორის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ წულუკიანს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს, ისინი მის გადაყენებას სასამართლოს გზით მოითხოვენ.